11 ოქტომბერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთელი იურისტების ღვაწლს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ პერიოდში საზეიმო მიღებაზე აფხაზეთელი ღვაწლმოსილი იურისტები მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობამ გაიხსენა ყველა ის ადამიანი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ სფეროში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ იუსტიცია იმ ადამიანების გარეშე ხომ არ არსებობს, არა, არიან ადამიანები, რომლებსაც ამ სფეროში აქვთ ძალიან დიდი როლი ნათამაშები და თუ ეს იუსტიციის სისტემა აფხაზეთში დღეს ძალიან მაღალ დონეზეა, არის ამ ადამიანების დამსახურება. ამიტომ ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ამ ადამიანებს დღეს სათანადო პატივი მივაგეთ, ყველას მადლობა უთხარით მათი ღვაწლისთვის. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით ჩაეყარა დღეს საფუძველი ყოველწლიურ ღონისძიებას, რომლითაც ვაჯილდოვებთ ღვაწლმოსილ იურისტებს, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებდნენ 1992-93 წლებში საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ ჩვენ დევნილობის პერიოდში. აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერილია ჩვენ თავმჯდომარის ლევან გალობლიშვილის მიერ და ეს ღონისძიება ჩატარდება ყოველწლიურად. მიმაჩნია, რომ ეს ჯილდო, რომელიც დღეს მე გადმომეცა, ეკუთვნის მთლიანად მართლმსაჯულებას. რამე თუ აფხაზეთის მართლმსაჯულება განსაკუთრებული როლი მიუძღვის საზოგადოებაში, აფხაზეთის საზოგადოებაში და ეს მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ტერიტორიის უმისოდ მართლმსაჯულებას თავისი იურისდიქცია გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ მან დიდად შეუწყო ხელი საზოგადოების დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და დღემდე ის ღირსეულად ასრულებს.